გულის თქმელ ბოროტისა ვითარცა იგი მათ გული უთქმოდა. გახსოვთ ხო გულის ბოროტი გულის თქმები ქონდა. სად წამოგვიყვანა რა უნდა აქ უნდა დაგხოცოს ხორცით სავსე ქვაბებს ვუჯექით. ანუ ღმერთი მათთან არის ხელშესახებად. გესმით წყალი რო გაიპობა და რო გაივლი და შენი მტერი რო შემოვა იმ სხვაში და რო დაინთქმება. და მარტო ესა რეები უბრალოდ გონება მიუწვდომელი. ფანტასტიკის დონეზე რაღაცები ხდება ამ უბრალო ხალხის ცხოვრებაში აბსოლუტურად დაუმსახურებლად. ერთადერთი იცით რატო ხდება? აბრაამის შთამომავლები რო არიან და აბრაამის აღთქმა უნდა რეალიზდეს, ღვთის აღთქმა უნდა რეალიზდეს. აი მხოლოდ ამიტომ ხდება. აი შენი მამა რო ძალიან მაგარი ვიღაცა კეთილშობილია და მამა შენის გამო რო უყვარხარ ყველა შენ რო არაფერს არ წარმოადგენ. რაღაც აი ეგეთი რაღაცა არის და ვერ შეიშნობეს, ვერ დაინახეს, ხო? და გულის თქმები ქონათ ბოროტი. ჩვენ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს გვაქვს გულის თქმები ბოროტი უფლის მიმართ, როცა მას არ ვენდობით, როცა ვწუწუნებთ, როცა წვინვაში ვართ, როცა გაღიზიანებული ვართ და აი ზოგჯერ იქამდე მიდის ადამიანი, რომ ლოცვას წყვეტს, წმინდა წერილის კითხვას ტოვებს, ეკლესიისგან სამრელოდან მიდის, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ცხოვრება არ განვითარდა ისე, როგორც მას უნდოდა, როგორც მან დაგეგმა. მოვიდა მოულოდნელად რაღაც განსაცდელები და აიბუზა ცხვირი აი ყველაფერს და წავიდა. ვიღაცებს ებუტება, საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ღმერთს ებუტება. ეს არის გულის თქმა ბოროტი, რომელიც თუ არ მოკალი იქვე და როგორც გველის წიწილი თავი თუ არ გაუჭეჭყე და კლდეს არ მიახეთქე, როგორც დავით მეფსალმუნი ამბობს და კლდე კიდე ქრისტეა, ის აუცილებლად გაიზრდება და მთელ შენ არსებას მოიცავს და თავის ჭკუაზე გატარებს და ეს იქნება ეშმაკი, რომელიც შენში ცხოვრობს. თუ გულის თქმა ბოროტ გულის თქმას არ მოკლავს.